რამდენიმე დღის წინ კახა კალაძემ თქვა ასეთი რაღაც, რომ უაპირებ არჩევნებში მიიღო მონაწილეობა, რომ კიდე ერთხელ უნდა თბილისის მერობაზე კენჭი იყაროს. მე თუ მკითხავთ, საერთოდ დეზინფექცია ჩასატარებელი თე პოლიტიკურ სივრცეში და დრო ეროვნულად მოაზროვნე საზოგადოება დავდგეთ ფეხზე და ნელ-ნელა გამოვაცოთ ის ბერკეტები, რა ბერკეტებიც აქ მოქმედ ხელისუფლებას და თუნდაც მერობის კანდიდატურად საკუთარი თავი შემოგთავაზეთ, რომ მეტი რეალური ბერკეტი გქონდეს ჩემი ერის კეთილი დღეობისთვის ბრძოლაში. რეალური კეთილი დღეობისთვის და არა იმ კეთილი დღეობისთვის, რასაც ოცნება ან ნაცები გპირდებიან ხოლმე რა. ხოდა თქვენ გამოხმაურება რაც იყო იმ ვიდეოებზე მართლა ძალიან მომეწონა, მართლა ძალიან გაფასებ და ძალიან გამიხარდა. უკვე იმასაც გეტყვით, რომ სერიოზულად ვფიქრობ ამ ნაბიჯის გადადგმაზე და საბუთებსაც ვარკვევ რეები მჭირდება. ხოდა იქეთ, აქეთ მივდექი, მოვდექი. დავრეკე რამოდენიმე ადამიანს თანთელი საქართველოს მასშტაბითაც და რა თქმა უნდა თბილისში განსაკუთრებით. იმიტომ რომ მჭირდება ფინანსური სახსრები, მჭირდება ადამიანების მობილიზება, როგორც ხდება რა, რომ შეატყობინო ყველას რას აპირებ. მით უმეტეს ეს ის ბრძოლა არის, სადაც არაფერს არ დამithმობენ და დროა ყველას გავაგებინო, რაც გეგმავ და ვისაც რითი შეუძლია რომ ხარში დამიდგეს, არა იმიტომ რომ თემო ვარ ბოკელავაძე, არამედ იმიტომ რომ უკან ბექგრაუნდი, ანუ რაც მიკეთებია საქმე, იცის ყველა და აი ამ საქმეების 100% გამოსვლამდე და კიდევ უფრო მეტი კარგი საქმე და სიკეთე მინდა მოუტანოთ ჩემს ქვეყანას როგორც ერთმა ადამიანმა, ერთმა უბრალო ადამიანმა. ხო და ამან ალბათ ძალიან შეაშინათ არ ვიცი რა ვთქვა მეტი, იმიტომ რომ ვინც მიცნობ მთელი ამ წლების მანძილზე, რაც პოლიტიკურ სივრცეში ვარ, იცით რასაც ვაკეთებ, ყოველთვის ესმით ჩემი ხმა. და უცბად დღეს მიზერებენ პოსტს, რის გამოც ახლა ამ ვიდეოს ვწერ, ქართული ოცნების Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე დევს. ამ ორიდან ერთ-ერთი იქნება მერობის კანდიდატიო. ანუ ამ ორიდან დაგონებიან ვინ. გეფიცები სასაცილოები არიან და გეტყვით რატო. ალბათ მიხვდნენ რომ თემო ძალიან დაიქოქა. ანუ ძალიან დავიქოქე, თან იცით რომ რაღაცას რო ვიწყებ, თელ გულს და სულს ვწდებ იმ საქმეში რა. და იმდენ ადამიანთა დავრეკე მართლა 3 დღის განმავლობაში, იმდენ ადამიანს შევხვდი, რომ ბიჭო ალბათ დაფიქრდნენ, რომ მე რაც მაჩერებს ყოველთვის ეს არის ფული. მარტო ფული არ არის რაც მაჩერებს, იმიტომ რომ გამბედაობა მაქვს. ჩემი მიზან დასახულობა ძალიან კარგი არის. ჩემი ქვეყნის სიყვარული მართლა შეუფასებელი არის რა და ხალხიც ეს აუდიტორიაც მომყვებით. ანუ მომყვებით გულისხმობ იმას, რომ საქმეში ყოველთვის მაქვს თქვენი იმედი. და ერთ-ერთი ფულის გამო ჩერდები ხომ ბევრ რაღაცა ფული მაბრკოლებს. და მე ამ საუბრების გამო შამ 3 წლის განმავლობაში რამოდენიმე დიდ ფინანსური შესაძლებლობის ადამიანსაც ველაპარაკე. და ალბათ დაფიქრდნენ, რომ თემოს რო ეს ფინანსები ქონდეს, თემოს რო ხალხი მიყვება, თემოს რო აუდიტორია უნდა იყავს, ბექგრაუნდი ესეთი განვლილი წლები საქმე თუ ამტკიცებ მარტო სიტყვით არ ვსაუბრობ, საქმე მიყვება ყოველთვის. და ამ ორიდან ერთ-ერთი იქნება მერობის კანდიდატიო. და კახი კალაძეს რა უყავით ხალხო? კახი კალაძე ჩახსენით? ანუ როგორ დავიჯერო კახი კალაძე ჩახსენით? ანუ ვინც არ უნდა იყოს ეხა ოცნების მხრიდან კანდიდატი, ხო, ვინც არ უნდა იყოს, პირდაპირ გეტყვით არა ხმა, მასაც არ უნდა მისცეთ და არც მე არ მივიცი და შესაძლოა ხელს გავაფერადებ რა თქმა უნდა არჩევნებზე. აუთ რიგი ნომერი მომცენ საარჩევნო რა. ხო და თან აი ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან კარგად გვისმენენ. თან ძალიან კარგად ისის ეს იმ ჩემმა მეგობრებმა, ვინც ამ წლების განმავლობაში მომყვებით. შეიძლება ეხა დღეს ვიღაცას პირად ხდება ეს ვიდეო, იმან ვერ გამიგოს, თორე წლების განმავლობაში ვინც მომყვებით, იცით ჩემი ხასიათი, ჩემი მიზნები და ისეც იცით როგორ ესმით ჩემი ზემოთ ყოველთვის. და ალბათ დაფიქრდე რომ კახი კალაძე შეიძლება მართლა ვაჯობო, იმიტომ რომ კახი კალაძე არავის აღარ მოსწონს. მე კიდე სუფთად მოვდივარ, ერთადერთი მამოტირებელი ძალა რაც არის ჩემში, ეს არის ჩემი სულისკვეთება და ჩემი უანგორო სიყვარული ჩემი სამშობლოს, ჩემი ერის მიმართ. და ღმერთი მართლა ბევრ რაღაცაში გადამარჩინა. დიდება ღმერთს და მადლობა ღმერთს მართლა ყველაფრისათვის. და ზუსტად ეგ არის, რომ ეს შინიათი იმისი, რომ რეალური ძალა ვარსებობთ ხალხი და არ ვართ არც ნაცები, არც ქორცები და მეტიც ყელში არიან ორივე მხარე ამოსულები. ორივე მხარე კი არა, სისტემა არის მთლიანად ამოსული ყელში. ხო და აი ეს არის უკვე პირველი შედეგი. რომ კახი კალაძე თვითონ ჩახსნის მეგონი. ხო და რავი მეგობრებო, მე მგონი უფრო უნდა გავაქტიურდეთ, ხო? ხო და გავაქტიურდეთ. მეც პირდაპირ გეუბნებით. მეტი მოწონებები, მეტი გაზიარებები, გამომიწეთ ყველა პლატფორმაზე და ერთი თხოვნა მექნება. თუ თქვენს გარშემო არის ვინმე
ბიზნესმენი მჭირდება ელემენტარული ფინანსური სახსრები უკვე საარჩევნოდ. ახლა ამ ეტაპზე არ მინდა ფული, უბრალოდ თუ შევძელიო საბუთებში ესე ვთქვათ, გავიტანეთ ჩემი და მომანიჭე საარჩევნო ნომერი, მე დამჭირდება ფინანსური სახსრებიც. ანუ ელემენტარული გზაა, რომ მთელი უბნები ავიყოლი, ასე ვთქვათ რა, იმიტომ რომ არის ხანდახან სიტუაცია, რომ ელემენტარ რაღაცებში იმდენი ფული მიდის, ხა შეიძლება იქ ლარი არ ყველაფერი ლარი თუ მიანგარიშთ, მაგრამ საკმაოდ დიდ თანხებზე გადის რა. თან იცით რომ არავინ არ მოფინანსებს, მართლა არავინ არ მოფინანსებს, არ გავიყიდები, არ ვიყიდები და არ ვაპირებ გაკიდვას. ეს იცით. ხოდა მიყვარხართ მარტო აი ამის გამო, ეს შევძლებთ ხოლმე ჩვენი აქტიურობით. ხოდა ვინც არ უნდა იყოს ოცნების კანდიდატი. ვინც არ იყოს ოცნების კანდიდატი, ნაციების კანდიდატი, თორე სხვის კანდიდატი, პირდაპირ კეთვით. არ მისცეთ ხმა არც ერთ მათგანს. მთელი ამ წლების განმავლობაში გატყუებენ და იცვლებენ მხოლოდ სახეები. იცვლებიან მხოლოდ სახელებით. მაგრამ მთავარი სისტემა არის დასანგრევი რა. ახალი არის ასაშენებელი, რომ ჩვენ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ გათენდეს და გამოვიდეთ იმ ჭაობიდან, რომელიც ჭაობშიც მოგვაქციეს. ამ ამერიკულმა და რუსულმა სპეცსამსახურებმა, თურქულმა სპეცსამსახურებაც მათ შორის. მადლობა ყურადღებისთვის, მე იმედებით მიყვარხართ და ესეც პატარა გამარჯვება არის. მე ყოველ შემთხვევაში ასე ვფიქრობ. იმიტომ რომ რამოდენიმე ადამიანს შევამეხმიანა, ისეთები ვინც ვიცი რომ ოცნებაში არიან. თვითონ არ იციან რომ მე რო ვიცი ოცნებაში რო არიან. ხოდა ისე მელაპარაკდნენ რომ მოხდი რაშიც იყო საქმე. ეშინიათ ხალხის ძალის. და ძალიან ბევრჯერ ვთქვათ რა თემაში რომ ფული გქონდესო ძალიან შეეშინდებოდათ. ფულის გარეშე ეშინიათ. იმით რატომ? იმიტომ რომ მე ჩემი პრინციპების ერთგული ვარ, ჩემი ქვეყნის ერთგული ვარ და ჩემი გაშოვება შეუძლებელია, იმიტომ რომ მხოლოდ ვამბობ ქართულ სიტყვას და მოქმედებ ქართულად. მიყვარხართ და მე იმედებით. მოიწონეთ ეს ვიდეო, გააზიარეთ და ყველა პლატფორმაზე გამომიწევთ, მათ შორის YouTube-ზე თემო ბოკელავაძე ასე მოძებნეთ. აი ესე მოძებნეთ თემო ბოკელავაძე და ზარის გრეკიც გააქტიურეთ. რა ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ TikTok-ი შემიზღუდეს, YouTube-ი ძნელად იზღუდება. Facebook-ი კიდე კი იცით რომ წამიშალეს. მაგრამ რამოდენიმე დღეში ვეცდები რომ Facebook-ები ხელახლა შევქმნათ და დავიწყო უფრო მასიური პროპაგანდა, უბრალოდ ველოდები რაღაც საბუთებს. მადლობა ყურადღებისთვის.